მოგესალმებით. როგორც იცით, ეს გადაცემა ძლიერი და წარმატებული ქალების ისტორიებს გიყვებათ, რომლებმაც საკუთარი შრომითა და შეუპოვრობით შეძლეს წვერვალების დაპყრობა. მარიკასთან დღეს განსაკუთრებული სტუმარი იმყოფება მართვის მოწმობის თეორიის ძალიან წარმატებული ინსტრუქტორი რუსთავში მადონა ძმანაშვილი. და ახლა ის თავად მოგვიყვება თუ როგორ და საიდან დაიწყო მისი წარმატების გზა და გაგვიზიარებს თავის ძალიან საინტერესო პროფესიულ გამოცდილებას. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოხარული ვარ, რომ დღეს გვესტუმრე. უღრმესი მადლობა. მე ვარ შეხვედრა და ძალიან დიდი ხანია, მაგრამ გავეცნოთ ჩვენს მაყურებელს. მე ვარ მადონა ძმანაშვილი, 35 წლის. 11 წელია ავტოსკოლა მადონას დამფუძნებელი. 11 წელია ამ პროფესიაში. 11 წელია ამ პროფესიაში. ნუ ყოველთვის ცნობილია, რომ სწორად შერჩეული პროფესია ეს არის ნამდვილად საკუთარი თავის რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროფესიებსაც ვფლობ, კერძოდ ვარ მუსიკოსის, პიანისტის განხრით, ამ სფეროში დავიმკვიდრე ჩემი სახელი და ნამდვილად მოვიპოვე დიდი წარმატება, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგად. როგორ ახერხებ იყო დედა, ხალხური შვილი და თან ავტოინსტრუქტორი. დიასახლისი, როგორ ახერხებ ყველაფერს ერთად? დიახ, ვარ დიასახლისი, მყავს ოჯახი, მეუღლე და 2 შვილი და ვფიქრობ, რომ ნამდვილად პირნათლად ვუძღვები ყველა საქმეს ერთად ვითვისებ, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა სირთულეც არის. თან მუშაობა, თან დიასახლისი ხარ, თან ბავშვებს სული, მეცადინეობებზე დაგყავს და დამოუკიდებლად მარტო ვუმკლავდები ყველაფერს. ისევ და ისევ ჩემი საყვარელი საქმის სიყვარული მეხმარება. იმხელა სიყვარული მაქვს ჩემი საქმის მიმართ, რომ ყველა დაბრკოლებას და ყველა სირთულეს გადავლახავ ბოლომდე წარმატებით და რა თქმა უნდა შეუპოვარ ზოგადად მიზანდასახული ვარ. თუ კი რამე საქმეს წამოვიწყებ, ბოლომდე მივდივარ. იცი რა მინდა გითხრა, აი ამ პროცესში რა არის შენთვის ყველაზე საინტერესო? ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თითოეულ მოსწავლეში უდიდეს შრომას ვდებ, უდიდეს სიყვარულს, მთელი სული და გული მაქვს ჩაქსოვილი თითოეულ მოსწავლეში. არ არსებობს ადამიანი ჩემთან მოსული, რომ ბოლო ეტაპამდე წარმატებით არ მიმეყვანოს. ანუ იქამდე ვიბრძვი, სანამ შედეგს არ დადებს. მადლობა, მოდი გითხარი, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც აპლიკანტებზე უშვებენ? ალბათ ემოციური მდგომარეობა, ისევ და ისევ, ემოციური ფონი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის მაინც რომ ბოლომდე მომყვება თითოეული მოსწავლე და ამ ეტაპს გადავლახავთ ამ ემოციურ ფონს. იმდენად წინასწარ შემზადებული მყავს გამოცდისთვის ესა თუ ის მოსწავლე, რომ ეს ნერვიულობა და ემოცია გვაქვს გადალახული, თუმცა მაინც არის რაღაცა პატარა ემოციურობა, რასაც განიცდიან გამოცდის დღეს და ძალიან იშვიათად თუ ენუმერაცია დაჭერა გულისხმობს იმას, რომ ემოციური ფონის შედეგად შეიძლება ვერ აღიქვა ეს სწორედ დაჭერის მხრივ და შეცდომა მოუვიდეთ მხოლოდ ამ ნუმერაციის გამო. ანუ უსწავლელობის და უცოდინობის გამო არასოდეს არ ხდება შეცდომის დაშვება. რომელი წესი აუწყდებათ ყველაზე ხშირად? თითქმის ყველა წესი გულდასმით და კარგად არიან მომზადებული და ვფიქრობ, რომ წესები არასოდეს არ დაავიწყდებათ. იმდენად საფუძვლიანად გვაქვს ყველაფერი გადაღეჭილი და ბოლომდე ათვისებული. ნუ მაინც ის სამედიცინო თემა ცოტა ერთულებად. როგორ ვფიქრობ, პრაქტიკული გამოცდა უკრთულია თუ თეორიული? ნუ ჩემი აზრით ორივეს აქვს თავისებური სირთულე. გააჩნია სწორი ინსტრუქტორის შერჩევა, რომ ეს სირთულე მარტივად გადალახო. ანუ ვცდილობ, რომ ძალიან გავამარტიო ეს მეთოდი, იყოს ინდივიდუალური მიდგომით თითოეული მოსწავლესთან, მათი შესაძლებლობის მიხედვით შევარჩიო ესა თუ ის პროგრამა
და საბოლოო ჯამში თითქმის 99% პირველივეზე აბარებს მარტივად, ესე ვთქვათ. ანუ ვუმარტივებ მაქსიმალურად ჩემს კურსს, თეორიულ კურსს. რა გიქმნის ყველაზე დიდ მოტივაციას ამ საქმეში? ყველაზე დიდი მოტივაცია ისევ და ისევ ჩემი საყვარელი ხალხი, ისევ და ისევ ჩემი საყვარელი მოსწავლეების და გარშემოყოფების მხარდაჭერა და სიყვარული მიქმნის, მათი ბედნიერი ზარები, როდესაც მირეკავენ მას, ჩავაბარე, ბედნიერესი ვარ და ძალიან გახარებული ვარ და იმხელა ემოცია მოდის, რომ აი გამორიცხულია ეს გადაღლა ყველას თერი გავიწყდება და ახლიდან იბადები და ისევ ახლიდან მომდის ძალები და ენერგიები ისევ და ისევ ჩემი ჩადებული შრომის შედეგად უკან მიბრუნდება ეს ძალა და ენერგია. რა არის შენი სწავლების მთავარი პრინციპი? ჩემი სწავლების მთავარი პრინციპი არის ისევ და ისევ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან. პირველ დღეს ვაკვირდები, როგორი შესაძლებლობების არის, როგორ აითვისებს, მიღია, ჩქარია, როგორი მეხსიერება როგორი აქვს და იმის მიხედვით წინასწარ გეგმავ კურსს, მაქვს გამოკითხვის მეთოდი აუცილებლად, რასაც მე ავხსნი პირველ გაკვეთილზე, მომდევნო გაკვეთილზე უკან ვიბრუნებ დავალებას, ვხედავ ასე თუ ისე რა გაიგო მოსწავლემ, რა უჭირს, რომ შემდგომ გავაგრძელო თუ არა მომდევნო თემები, მეც დარწმუნებული ვიყო და თავადაც მოსწავლე რომ ყველაფერი სრულყოფილად და ხარისხიანად აითვისა და გაიგო. როგორ ვფიქრობ, რა როლი აქვს თეორიის ცოდნას ავტომობილის უსაფრთხო მართვაში? რა თქმა უნდა, უდიდესი როლი აქვს თეორიულ ცოდნას. თეორიის გარეშე ვერ გახდები კარგი მოწესრიგებული და უსაფრთხო მართვას ვერ შეძლებ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინო თეორიის საგზაო ნიშნები, საჯვარედინზე შუქნიშნის გავლის წესები, ზოლების მანევრირება, თუ არ იცის მოსწავლემ ნამდვილად გაუჭირდება უსაფრთხოდ მართვა. რა თქმა უნდა, ყველანაირი საგზაო ნიშანი მართლებელია თუ ამკრძალავი თუ მითითება არის, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მთავარი როლი აქვს თეორიულ სწავლას. როდესაც თეორიულ სწავლაში, ანუ ხარისხიანად და საფუძვლიანად გაქვს ყველა დეტალი ათვისებული, შემდგომ უკვე უსაფრთხო არის გზაზე მანევრირება, ასე ვთქვათ, მანქანის მართვა უკვე უადვილდებათ. მაგრამ როგორც ვიცი, ყავს და ისიც მოგოდეს სფეროშია, შენს არის ძალიან წარმატებული. აი, მაინტერესებს, როგორც ყველა სფეროში, ამ სფეროშიც რუსულში უკვე საკმაოდ არის კონკურენციაც, ვფიქრობ. და თან ორივე დახართ ერთი და იმავე სფეროში. დიახ. ეხმარებით ერთმანეთს უზიარებთ მოსაზრებებს, გამოცდილებებს თუ რა თქმა უნდა 2016 წელს გადავწყვიტე, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩემს დამხმარედ ამეყვანა ჩემი და სხვა ვინ თუ არა ჩემი და ჩემი იმედი და მარჯვენა რაოდენობა იყო რომ ამ 2016 წელს პიკს აღწევდა უკვე ჩემი მოსწავლეების რაოდენობა მაგ დროს ვყოფებოდი მესხიშვილის პირველი გასასვლელის 3 ნომერში კერძოდ აქირავებული ფართი მქონდა ჩემი მოსწავლეებისთვის და ვეღარ მკლავდებოდი იმდენი რაოდენობის მოსწავლე მყავდა გადავწყვიტე რომ ამეყვანა და თუ არა სხვა ჩემი მარჯვენა ხელია ჩემი იმედია და ერთობლივად ჩემთან ერთად ესწრებოდა მეცადინეობებს მეხმარებოდა და ბოლოს უკვე რომ ჩამოყალიბდა და აიმაღლა კვალიფიკაცია და კარგ შედეგებს დებდა შემდგომ უკვე მეც დავწმუნდი რომ მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლო მიჰყოლოდა ამ პროფესიას და მოხდა ისე რომ დავტოვე მესხიშვილი 2019 წელს, როდესაც მეორე შვილი შემეძინა, მომიწია მე-18-ში გადმოსვლა, ხოლო მესხიშვილზე ჩემადამ გააგრძელა მოღვაწეობა. ოღონდ მესხიშვილის მეორე გასასვლელში იმყოფება ამჯერად. საინტერესოა და ესე ერთი წარმატებები კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრია მსურველი მართვის მოსწავლეების ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებას ჩაბარებას და რა თქმა უნდა ერთმანეთის იმედი ვართ ორივე ასევე წარმატებულია ქალბატონი თინათინ ძვანაშვილი ძალიან მიხარია
მოდი, რას ურჩევდი დამწყებ მწოლებს, მომავალ მწოლებს თეორიის სწავლისას, რას მიაქცენ ყურადღება? უპირველეს ყოვლისა, ემოციური ფონი არ უნდა გქონდეთ, უნდა იყო 7 მცხოვრები, ფრთხილი, რაც თავარია, ნელა იმოძრაონ დამწყებ წყობებს ვურჩევ, ანუ სიჩქარე რატომღაც ბევრს უყვარს და დიდი შეცდომა არის, ანუ რაც შეიძლება სიფრთხილე გამოიჩინონ, განსაკუთრებით ქვეითა გადასასვლელებზე, ქვეითები გაატარონ, ბავშვები გაატარონ. ასევე ვურჩევდი, რომ მეტი ყურადღება, მეტი შემართება გქონდეთ და დადგება დრო, რომ დადგებიან, ასე ვთქვათ, კარგი მძღოლები. ანუ დასაწყისში ცოტა რთული არის თავდაპირველად ყველაფერთან ერთად გამოცდილება. ყველაფერი გამოცდილება არის. კი, ნამდვილად. იცი რა მინდა გითხო, შენი აზრით რა არის შენი ასეთი წარმატებული საქმიანობის მიზეზი? დიახ, ანუ ბავშვობიდან ვარ უზომოდ ბეჭითი, ბავშვი ვიყავი, ესე ვთქვათ, ბავშვობიდან პასუხისგებლობით გამოვირჩეოდი, მქონდა მიზან დასახულობა, რამეს თუ დავისახავ მიზანს, პიკს მივაღწევ, იქამდე ვიბრძოლებ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში დიდი დაბრკოლება და ძალისხმევა მჭირდება, მაინც ვაღწევ მიზანს, ისევ და ისევ ჩემი შრომის შედეგად. ბევრს ვშრომობ, მთელი გულს და სულს ვდებ, უპირველეს ყოვლისა არის უზომო დიდი სიყვარული ჩემი საქმის მიმართ. 2013 წლიდან, როდესაც მართვის მოწმობა ავიღე, აი იქიდანვე მივხვდი, რომ ჩემი საქმე იყო თეორიის ინსტრუქტორობა და მანქანის მართვა. ჩემი დიდი სიყვარული იყო ამ სფეროში, რაც დღემდე მადგება და ისევ და ისევ ჩემი შრომის შედეგად მოდის უზომო დიდი წარმატება და უკან მეფრინდება ეს სიყვარული და ძალისხმევა ჩემი მოსწავლეების მხრიდან. მოდი ეს გადაცემა რადგანაც ძლიერ და წარმატებულ ქალებს ეხებათ მათ ისტორიებს, ანუ ამ ისტორიების გაზიარებით ჩემი მიზანია და სწორედაც ამ გადაცემის მიზანია დავეხმაროთ ქალები ქალებს. და მოდი მივცეთ დამწყებ, ასე ვთქვათ, ნებისმიერ სფეროში ქალებს, რომლებიც ახლა წარმატებისკენ სავალ გზაზე დგებიან, მივცეთ რჩევები, რა უნარები გამოიმუშაონ, დაიჯერონ თუ არა საკუთარი თავის და როგორ შეებრძოლონ ამა თუ იმ დაბრკოლებას, დარწმუნებული ვარ, შენც არაერთი ბევრი დაბრკოლება პროფესიულ თვალსაზრისით და ყოველთვის ვიბრძვი, ყოველთვის არის. როგორ შეძლონ პირველი ნაბიჯის გადადგმა? არასოდეს დანებდნენ, ბევრი იბრძოლონ. პირველ რიგში ჰქონდეთ თავდაჯერებულობა, თუ დაისახავენ მიზანს, აუცილებლად გამოუვათ, ბოლომდე იბრძოლონ და მიაღწევენ აუცილებლად წარმატებას. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრი ბრძოლები მაქვს გამოვლილი და ზუსტად ვიცი, რომ თუ არ დავნებდებით, მაინც მივაღწევთ ჩვენს წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გულწრფელი ინტერვიუსთვის, შენ ახლაც საუკეთესო ხარ და კიდევ უამრავ ცხოვრებაში ჩემო ვისაც მართვის მოწმობის აღება გსურთ, ნამდვილად იცით ახლა უკვე სად უნდა მიყვიდეთ, თუ კი თეორიის სწავლა გსურთ უმაღლეს დონეზე. შენ კი თუ გინდა რომ შენი წარმატების ისტორია გაგვიზიარო, მაშინ მომწერე და მე მოვალ შენთან. მადლობა რომ ვიყურეთ. დაელოდეთ მორიგი წარმატებული ქალის ისტორიას მარკასთან. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.